ქართული ოცნებიდან ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ნათესავებმა, რომლებიც ახმეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე რამდენიმე კვირის წინ დაინიშნენ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დღეს დაწერეს. თანამდებობები დატოვეს გამგებლის მოადგილემ და ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილმა ბერდია ზვიადაურმა. გამგებლის ბექა ბაიდაურის თანაშემწემ და ცოლის და მაგდა ლაგაზიძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მერაბ ზვიადაურმა. გამგებელი და გამგეობის უკვე ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლების მიზეზად ზვიადაურის კლანის შესახებ მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციას ასახელებენ და მომხდარს მათ წინააღმდეგ მიმართულ ანტიკამპანია დაფასებენ. ისინი ზვიადაურთან ნათესაურ კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. ჩვენ არანაირი ნათესაური კავშირი არ გვაქვს. ჩვენ ვართ სხვადასხვა ჩამომავლობის, 3 თუ 4 ჩამომავლობის არიან ზვიადაურები. მე დავაკმაყოფილე იმ 1-2 ადამიანის სურვილი, ვისაც დაუშვათ ეგონა რომ თუ ეს ორი ზვიადაური, რომელიც შატილად მოეჩვენათ. მათ სამსახურში აყვანა მოხდა იქიდან გამომდინარე რომ მე ამ ხალხს ვიცნობდი, ვენდობოდი. ესენი არიან კომპეტენტურები თავის საქმეში, თავის საქმე ძალიან კარგად იცოდნენ და იქიდან გამომდინარე ესენი დაინიშნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხასრუს აღმოს დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნენ, რადგან იანვრის ბოლოდან უკვე ჩვენ დავიწყებთ კონკურსებს და თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე, მათ შორის ჩემ თანამდებობაზე გამოცხადება კონკურსი.